Eleni Xoștaria, Coaliția Ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. საღამოშიდობისა. Eleni, საღამოშიდობისა. ჩვენ საუბრობდით გადაცემის დასაწყისში იზოლაციაზე, რომელიც გახდა უკვე ძალიან ცხადი. ყოველთვის იყო ცხადი ნაბიჯები ხელისუფლების, თუმცა ახლა ის ფაქტი, რომ ამ წუთამდე არ არის კომუნიკაცია დამყარებული ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, რეგიონში აქტიურობს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ მას არ ვეკონტაქტებით. რა თქმა უნდა, არალეგიტიმური ხელისუფლების დონეზე კონტაქტზე მაქვს საუბარი, გერმანიის გადაწყვეტილებები ვიცით, ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებები ვიცით და აი ეს ფონი რა ტიპის პროგნოზის გაკეთებას უფრო სწორად შესაძლებლობას გაძლევთ თქვენ. როდესაც ოპოზიციური ასევე სამოქალაქო მოძრაობა დიდწილად არის დასავლეთის იმედად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარი თავის იმედად, მაგრამ დიდწილად დასავლეთის იმედად, აი აქ სად რჩება იმედი? დიდი მადლობა. პირველ რიგში მოდის ვიხდი, რომ ობიექტური მიზეზების გამო სტუდიაში ვერ მოვიდი. ესე იგი, ბუნებრივია ის რაც ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, მით უმეტეს დღეს, სადაც ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება, ძალიან ბევრი ახალი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. ამ პერიოდში, მათ შორის ევროკავშირის გაფართოების კიდევ ერთი შესაძლებლობა გაჩნდა ისტორიულად. ამერიკის როლი როგორი იქნება ევროპულ უსაფრთხოებაში, თავად ევროპული უსაფრთხოება როგორი იქნება, ამის გადახედვა მიმდინარეობს. ამ პერიოდში ჩვენი ეროვნული ინტერესი, საქართველოს დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოს ინტერესი არის, რომ ბუნებრივია ვიყოთ საუკეთესო ფორმაში, რომ აქ დავიკავოთ სწორი ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს ადგილი ჩვენ გვეკუთვნის, ეს ადგილი აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ და ერთადერთი რაც მოხდა აი ამ ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის აი ამ ჩვენ კუთვნილ ადგილს ბარიერად აღუდგა ერთი კონკრეტული საქართველოში უმცირესობაში ყოფი რუსეთის ინტერესების მოქმედი ქართული ოცნება. აი ამ მოცემულობაში ის რომ იზოლაციის ნიშნები არის ძალიან სერიოზული, ამან ჩვენ არ უნდა გაგვაკვირვოს, იმიტომ რომ დიახ ქართული ოცნება ცდილობს ჩვენ იზოლაციას და დიახ ქართული ოცნების ამ ქცევას მოყვება ჩვენი პარტნიორებისგან მათი გარიყვა, მაგრამ თავარი კითხვა არის ქვეყანა ექცევა ამ იზოლაციაში, ჩვენ ოპოზიცია, საზოგადოება ამ იზოლაციას ვეგუებით თუ ვიბრძვით რომ ეს იზოლაცია გავარღვიოთ და საქართველოს იყოს არა მხოლოდ აი ეს არალეგიტიმური მთავრობა, არამედ საქართველოს იყოს აი ამ არაორდინალურ ვითარებაში, საქართველოს დაინახონ როგორც ქართული ოცნების მიღმა ქვეყანა ორგანიზმისაც არსებობს ლეგიტიმური ინტერესები, არსებობს საზოგადოება, რომელიც იბრძვის, არსებობს პრეზიდენტი, რომელიც ლეგიტიმური, არსებობს ოპოზიცია, რომელიც საკმარისად ძლიერია. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და ალტერნატივა არსებობს, რომ მხოლოდ იზოლაცია კი არ იყოს გზავნილი, არამედ ერთის მხრივ ქართული ოცნების იზოლაცია და მეორეს მხრივ საქართველოს ინტერესი. აი ერთი შეკითხვა, რომელიც კონკრეტულ საკითხს უკავშირდება, აი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, როდესაც მიდის საუბარი და საქართველოს არის შავი ზღვის ქვეყანა, გვაქვს ასევე სერიოზული გამოწვევები, ისეთი როგორიცაა მაგალითად აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების, სამხედრო საზღვაო ბაზების გადმოტანა და იქ მშენებლობა მიმდინარეობს ამის და ამ დროს საქართველოს არ არის ჩართული აი ამ დისკუსიებში. ანუ საქართველოს გულისხმობ ივანიშვილის რეჟიმს არავინ ესაუბრება. აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი? თურქეთს ესაუბრებიან, უკრაინას ბუნებრივია ესაუბრებიან, მაგრამ ჩვენც ვართ ამ უსაფრთხოების ნაწილი წესით და ახლა აქედან გამოთიშული ვართ. მე როცა ვსაუბრობ რომ ქართული ოცნება ამ იზოლაციას იმსახურებს და საქართველოს არ იმსახურებს, იმეს დამშვინება კი არ მინდა, რომ ეს კარგი არის, რაც ხდება. კატასტროფა არის, რომ ამ დროს ჩვენ არ ვართ საუკეთესო ფორმაში. მაგრამ მე მინდა იმის თქმა და ამით დასრულება ამ აზრის, რომ ეს ჩვენ, მათ შორის ოპოზიციას და საზოგადოებას გვისახავს ამოცანად, რომ ქართული ოცნების აი ამ პირობებში ჩვენ აქტიურად მოვახერხოთ და შავი ზღვის უსაფრთხოება
იქნება ეს თუ ევროპული უსაფრთხოება და მის ნაწილად ყოფნა, თუ ევროპის გაფართოვება, თუ ამერიკასთან ურთიერთობების გაღრმავება, თუ სხვადასხვა საკითხები, უკრაინასთან ურთიერთობები, თურქეთთან ურთიერთობები, ამ ამოცანებით დავყავდეთ ჩვენ. ეს მარტივი არ არის, როდესაც მიტაცებულია ხელისუფლება, მაგრამ ამოცანა დღეს ოპოზიციას და პრეზიდენტს და ძალიან სასიხარულოა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დღეს იმყოფება ბალტიის ქვეყნებში, პრაქტიკულად ოფიციალური ვიზიტით არის იქ. ესეც ამ ამოცანას ემსახურება, რომ არ გადაყვეს აი ამ რუსულ ოცნებას მთლიანად ქვეყანა და ეს ჩვენ გვისახავს ამოცანას ოპოზიციას კონკრეტულად, რომ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ უკვე არა მხოლოდ არაღიარებაზე, არამედ ჩვენი ინტერესების დაცვაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების მომავალზე საუბარზე, ანაკლის მნიშვნელობაზე საუბარზე, იმ სავაჭრო პოტენციალზე საუბარზე, რაც საქართველოს გააჩნია და მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის მათ შორის რეგიონში როგორ ხედავთ იგივე თურქეთსა, უკრაინასა, შავი ზღვის ქვეყნებს შორის ურთიერთობას, როგორც სავაჭრო, ასევე გულისხმობ უსაფრთხოების საკითხებს. აი ამ საკითხებით ჩვენ დავეციოთ საერთაშორისო დღის წესრიგს. ჩვენ ეს მარტივი არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ სტანდარტულად საერთაშორისო ურთიერთობებში მთავრობები არიან, მაგრამ არაორდინალური ვითარება არის, იმიტომ რომ ეს მთავრობა აღიარებული არ არის და ჩვენ ასმაგი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ერთად იმაში, რომ საქართველო არ დაიკარგოს და ელენე, აი ახლა გადავიდეთ ასე ვთქვათ შავი ზღვის იქით, სადაც გერმანიაზე მინდა დაგისვათ შეკითხვა დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ამაზე მნიშვნელოვანი და ფართო აქცენტები გვაქვს დასმული, იმიტომ რომ დღეს ელჩმაც თქვა რომ კარი იხურება, რომ საქართველო კარგავს ამ შესაძლებლობას და ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ მიიჩნეოდა ერთ-ერთ სკეპტიკოს ქვეყნად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მაგრამ რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში გერმანიის დამოკიდებულება გახდა ძალიან ძლიერი საქართველოს მხარდაჭერის კუთხით. და ახლა ვხედავთ, რომ ეს სახელმწიფო არის იძულებული დააწესოს სანქციები იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოს ასე დე-ფაქტოდ მართავს. როგორ გესახებათ სამომავლოდ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, თუ კი აქ მოქალაქეები ვერ ცვლიან რეჟიმს? არ არსებობს რეჟიმს თუ ვერ ცვლით, ჩვენ კარგავთ ქვეყანას, ხო? არა თუ შავი ზღვის უსაფრთხოება, ადამიანის ფუნდამენტური უსაფრთხოება არ იქნება ქუჩებში და ასე შემდეგ, ეკონომიკა ჩამოიქცევა და ასე შემდეგ და ანუ განხილვა იმ ვერსიის, რომ რეჟიმი არ იცვლება, ახალი არჩევნები არ ენიშნება, პოლიტპატიმრები არ გამოდიან, უბრალოდ შეუძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კარგავთ ქვეყანას მთელი თავისი საერთაშორისო პერსპექტივებით, რომელიც უნებრივია ცალკე არ არსებობს, ხო? ამიტომ მე ამას არ განვიხილავ, მე განვიხილავ რა ამოცანებით დგას ჩვენ წინაშე. დიახ, ევროპა დღეს იცვლება, უკრაინის ომიდან დაწყებული, რუსეთის შეჭრიდან დაწყებული და ბოლო პერიოდში ასევე ამერიკაში გარკვეული კორექტირებების გათვალისწინებით ევროპა იცვლება, ერთი იქაც არჩევნები მიდის, სხვადასხვა ჯგუფები მოდის, ძალიან საინტერესოა ახალი კანცლერთან ურთიერთობების დამყარებაც. ამიტომ ჩვენ წინაშე დგას ამოცანა ევროპის დედაქალაქებთან მუშაობის. ძალიან საინტერესო არის ბრიტანეთი, ფათაშორის, როგორც ამერიკასთან და ევროპასთან კიდე განსხვავებული ხიდი. ძალიან საინტერესო არის ევროკავშირის დედაქალაქები, ბრიუსელში ჩვენ საკმაოდ აქტიურად მუშაობთ, მაგრამ ამასთანავე უშუალო დედაქალაქები, ბერლინი, პარიზი, პარიზთან არის ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, მათ შორის პრეზიდენტის დამსახურებით. ბერლინში არის ძალიან ბევრი სამუშაოა ბალტია, პოლონეთთან. ანუ მთელი კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ამოცანები გვაქვს, რომ ქართული ოცნების აი ამ რუსულ პოლიტიკას არ გადაყვეს ქვეყანა. ოღონდ ეს ყველაფერი არის იმ დროებით პერიოდში, სანამ ჩვენ ქვეყნის შიგნით ვიბრძვით რუსთაველზე, ვიბრძვით ქუჩებში, ვიბრძვით რეჟიმთან, არ ვაღიარებთ ამ რეჟიმს, იზოლაციაში ვაქცევთ ქვეყნის. კი ბატონო, თუმცა აი ელენე, აი აქ ჩდება ის კითხვა ისევ, რაც სულ დასაწყისში დავსვი, ეს არის რამდენად რჩება საქართველოს აქტუალური იმ პირობებში, თუ კი მისი სამოქალაქო საზოგადოება ვახომეს განაგრძო ეს კითხვა ფაქტობრივად, მაგრამ მარცხს ნუ განვიხილავთ უბრალოდ თუ კი აი ამ მნიშვნელოვან პროცესში, როდესაც ფანჯარა ჯერ კიდევ ღია, მაგრამ დახურვისკენ მიდის. კი ბატონო, საქართველოს მოქალაქეები დარჩებიან აქტიურები, ოპოზიცია დარჩება აქტიური, მაგრამ არალეგიტიმური ხელისუფლება წავა უფრო იქით, საითაც მიდის. აი აქ აქტუალობას საქართველოს ბოლომდე კარგავს თუ არა? დრო მუშაობს თუ არა ამ შემთხვევაში ივანიშვილზე?
სანამ ჩვენ ვიბრძვით და სანამ ეს ბრძოლა არის ქმედითი და არა ილუზორული, იმიტომ რომ ოპოზიცია ან რაღაცა ინსტიტუტები, მათ შორის არჩევნების ინსტიტუტი, ან სასამართლო ტექნიკურად და ფორმალურად არსებობს რუსეთშიც და ბელარუსშიც. ამიტომ მაგრამ ის დაცლილია სრულიად შინაარსისგან. სანამ ჩვენ რეალური სამოქალაქო საზოგადოება და რეალური ოპოზიცია პროდასავლური და პრეზიდენტის ლეგიტიმური ინსტიტუტი გვაქვს და ვიბრძვით და ამ ბრძოლას სხვადასხვა ფორმები აქვს, ხო ეს არის დიდი აქციები, ეს არის რუსთავის აქციები, ეს არის, არ ვიცი, შეტევა იმ კონკრეტულ ბოროტმოქმედებზე, რომელიც არის სასამართლოში თუ სხვაგან. სანამ ჩვენ რეალურად ვიბრძვით საქართველოს აქტუალობას, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებთ და ჩვენ ამას ვხედავთ. იგივე გერმანიამ უშინ შემოიღო სანქციები. იგივე, არ ვიცი, ბრიტანეთს შემოღებული აქვს სანქციები ერთ-ერთ პირველს, ჩეხეთს შემოღებული აქვს ბალტიან პრეზიდენტი დაპატიჟა. ანუ ჩვენ ორივე ნიშანი გვაქვს, ხალხის მხარდაჭერის ნიშანი და ბუნებრივია ქვეყნის დაკარგვის საფრთხე, რომლის გამოც ჩვენ ძალიან არაორდინალურად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ სანამ ჩვენ რეალურად ვიბრძვით, ეს პოტენციალი საქართველოს შევინარჩუნოთ ჩვენი ევროპული ტვრის წესრიგი ნამდვილად გააჩნია და რა თქმა უნდა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩვენ ხელდაკრეფილები უბრალოდ აი რუსთაველზე ერთ საათი გადავკეტავთ გავიკმაყოფილოთ. კი ბატონო, თუმცა დრო ცოტა რჩება, ეს არის ფაქტი. ძალიან ცოტა დრო რჩება საქართველოს კრიტიკულ საზოგადოებას, რომლის ლიდერობას თავის ხელთ მაინც აქვს აღებული ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. ყოველი დღე ამ რეჟიმის არის ზიანი. ზიანი ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ზიანი და საერთაშორისო ზიანი, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, მაგრამ ამან ხელები კი არ უნდა ჩამოგვაყრევინოს. პირიქით უნდა სწორი ამოცანები გავიცახოთ და კიდევ უფრო გავაქტიუროთ. კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია იყო ჩვენთან ხაზზე. მადლობა მას.